Მეთოდამის დაიხარდა. მინდა რომ შევინანოთ ჩვენი ცოდვები. თუ ადამიანმა არ მოინანია წარსული ცოდვები ის ანადგურებს ადამიანს ის წარსულის ცოდვები ჭამს მას დესტრუქციას იწვევს. ამიტომ რო არ გაანადგუროს მომავალი ჩვენი და აწყო წარსულში რაც უდე გვაქვს ჩადენილი უნდა მოვინანიოთ იცით ახლა ეს შეცდომები ვისაც ჩავიდენია ყველას ცოდვა შეცდომა ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ხოლმე მათ ჩადენის შემდეგ ხვდებით ხოლმე, მაგრამ როცა მივხვდებით მოვინანიოთ რომ გამოვასწოროთ და იგივე არ გავიმეოროთ. რა თქმა უნდა ყველა ცოდვა უგუნურებასთან, გაუცნობიერებლობასთან არის დაკავშირებული. ვერ არის ცნობიერებს ადამიანი, ვერ ხვდება რას იდენს, ვერ ხვდება რას ეკეთებს და ამიტომ უცოდინარობა არის პრინციპში გლობალურად რა ვთქვათ, უცოდინარობა არის ცოდვის მიზეზი. შეცდომა, ცოდვა, არასწორი საქციელი, თავისუფალი ნების არასწორი გამოყენება. ის რაც წაღმა მიეცა იმის უკუღმა გამოყენება. ანუ ეს არის უცოდინარობის და უგუნურებასთან დაკავშირებული. იმასთან რომ ადამიანი ცოდვას იდენს და გონია რომ ის ცოდვა სხვა შედეგს გამოიღებს. ყველაზე დიდი უგუნურება ერთი და იგივე რამეს აკეთებდა და სხვადასხვა შედეგს ებრძოდა რატომაც. არადა ესე არა, ხო? ერთი და იგივე ააგდებ მას სავსებად ჩამოვარდება. ააგდებ ჩამოვარდება, ერთხელაც ააგდებ და არ ჩამოვარდეს, სადღაც შერჩა, შემთხვევაში ამ დაელოდე რომ არ ჩამოვარდება, ხო? უგუნურება არის, რომ მოდი აი ახლა მე 1000 მილი, მე 1000 მე 5000-ზე, 100000-ზე რა ვარდებ და იქნებ რომელიმე მომენტში არ ჩამოვარდება. არა, მაინც ჩამოვარდება. აქ ალბათობის თეორიები არ ამუშავებს. გაშია რომელი ხით დავარდება, ეს ხო არის, რომ მომენტას ვარდება, ხო? ალბათობის თეორია აიღო. ნახევარი არის იმის ალბათობა რომ დავარდება ერთი და ნახევარი მეორე, მაგრამ მათემატიკაში რო გადავიდეთ, ეს არ მინდა ეს მომენტი. ამიტომ ეს ერთი და იგივე შედეგს გამოიღებს ყოველთვის სულიც უ შედეგს გამოიღებს. რასაც დათესა, იმას მოიქნება. ამიტომ დათესვა სიკეთე. უფალი ამ სიკეთეს გვაძლევს. დათესვაში იგულისხმება უფლის ის სიტყვა ითესება ჩვენში. აითესება უფლის სიტყვა ადამიანის სახარებას კითხულობს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ ღვთის და იგებს და ისმის და გული უწყელად ესმის მას და იგებს დაიმარხავს მის გულში. აუცილებლად ეს ითესება ადამიანს, როგორც ნიადაგში. ნიადაგის შედეგად ნიადაგის იგავი იცით, ხომ გახსოვთ ეს თესლი და ნიადაგი და ვერაც მოუყვეთ მაგრამ გახსოვთ რომ როცა ესეთი იგავი რომ როცა კაცმა პატარა თესლი ჩარგო მიწაში და ჩადო კი არ დაждდა იქ ყანაში და კი არ დაიწყო ცდა ეხლა 15 წუთში ამოვა ხო დააცადა დრო უნდა ამას და იმის მომგონინეთ რომ უეცრად დამწიფდება და უგუნურება იფიქრო რომ რაღაც რამდენიმე ერთ საათში ამოვა უცებ სავსე თავთავი იქნება და რაღაცას შემდეგ ხო უგუნურება დააცადა და ჩარგო დაარგო იქ და წავიდა ყანიდან თავის საქმეებს მიხედა რის შათესილი ჩვენში სიტყვა იქვე ყوارიგებს ნახოს უწუჩი ყوارიგებს ნახოს ნოცვაც ესეა ზოგს უნდა რომ აი იქვე ყველაფერი გამოვიდეს უეცრად ყველაფერი გამოსწორდეს დრო უნდა ამას იმდენი რაღაცა გვიშლის ჩვენ ხიდული და უხილავი გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი სანამ ეს მოწესრიგდება სანამ ეს დაილექება სანამ აქ ღვთის ნება თავის გამწმენდელ მუშაობას ჩაატარებს და ფარული ანგელოზი თავის მოქმედებას აღასრულებს და ჩვენი წმინდანი ფარული მანამდე ამას დრო უნდა ზეცას ასად არ იჩქარება ჩვენც არ უნდა ვიჩქაროთ ღვთის ნების ტემპს და რიტმს უნდა მივყვეთ ამიტომ ჩვენ საქმეებს მივხედავს ვილოცოთ გავაგრძელოთ ჩვენი ღვთისმსახურებაში ღვთისმსახურია ყველა ადამიანი თავის ცხოვრებაში რაშიც აკეთებს ღვთის ნება აღასრულოს ხოლო ამასობაში ის ნიადაგი თავის საქმეს აღასრულებს ნიადაგი ეხმარება ხომ ეს რომ აღმოცენდეს ხო ღვთისნებით იზრდება მაგრამ ნიადაგი ეხმარება მას ჩვენი სული ჩვენ სულში მიმდინარე პროცესები 7 ნიჭი სული წმინდისა რომელიც მოგვეცა ეს არის სასუქი ასე ვთქვათ ტექნიკური ენით რო ვთქვა ეხმარება მას რომ 9 ნაყოფი გამოიღოს სასუქივითა აღმოცენებაში
მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ უჩვეულო რამ ხდება, ხედავთ რომ მწვანე რაღაცა უჩვეულო მწვანე ფერის რაღაცა ამოდის ეს რა, ხოთ ეს გალამაზია ეს ხასხასა მწვანე ხო რომ ამოდის. გაზაფხულზე სულ პატარა ფოთლები რომ გამოიდოს ის სიმწვანე მე ხუნდება ხო გახსოვ და რა სხვანაირი ფერია სხვა ეს მხატვრები გადიოდნენ ამ დროს გაზაფხულის ნუ შემოდგომაზე არ ვლაპარაკობ ის სხვა და ეს სხვადასხვა ფერები ხარ რო იქნება ის სპეციალურად გადიოდნენ და ის მოძრაობდნენ ეს გადიოდნენ და იქ ადგილზე ხატავდნენ ამ ხეებს, ფერებს, ყველაფერს და იქ ადგილზე დანახული სულ სხვა არის და ფოტოზე და იმაზე სულ სხვა წარმოადგენით ამას ვერ დანახო ნატურალურად და ნახო ესეც როცა გაზაფხულზე ამოდის ეს საოცარი მწვანე ხასხასა ფერები სიმწვანეს გადიოდნენ და აი სინაზეს ამ მწვანის ფერის დანახვას ცდილობდნენ და ეჭირა და ეს გამოეცათ პალიტრაზე და შემდეგ გამოეცათ სტილოზე ძალიან რთულია და ძალიან მრავალი ტონალობა აქვს ხო ასევე ესეც უჩვეულო საოცარ რაღაცა ფერს იძლევა ეს პატარა კურორტი რომელიც და ასფალტს რომ არის ასფალტსაც ხედავს გახსოვთ ვინახავთ ყვავილი ამასონის ასფალტ და ბეტონს ხედავს იმისთან ღვთის ენერგია ისეთია ღვთის ქმნილების ენერგია რომ ასფალტს ხედავს ეს ნაზი არსება ნაზი რაღაცა კურორტი რომ მწვანე ფერი გამოდის და შემდეგ უკვე გადაიქცევა რა მარცვლები გამოდის სავსე თავთავი ხდება და ღმერთი ასეთ საოცრად ქმნის და აწყობს ყველაფერს არ არის ეს ღვთისნება როგორ შეიძლება აი ამის შემხედველი ადამიანი დარჩეს უწყო ხო მარტო ეს არის საკმარისი რომ დაინახო როგორ ამასრულებს ღმერთი თანდათანობით სამყაროს ძირითადი პრინციპი არის ენერგიის ეკონომიის პრინციპი ენერგია არასდროს იმაზე მეტი არ დაიხარჯება სამყაროში ენერგია და იგივე ქმედებაზე რაც საჭიროა ზუსტად მიზანშეწონილად იმდენი იხარჯება ზუსტად სამყაროში ეს არის ჩადებული ღვთის განგებულებაში როგორც არც დააჩქარებს არც შეანებს ბალახს ვერ ამოქაჩაო ჩქარაგაი ამოდი ჩქარაო და აქაჩო მოწყდება ვერ დააჩქარებს იმას თავისი რიტმი აქვს თავისი ტემპი აქვს ესე არის მოწყობილი და ესეა საჭირო საინტერესო რაღაცა ხო მაგრამ სასწაულიცათაც ამას გავს ხო რატო გავს ამას იმიტომ გავს რომ ესეც ადამიანშიც ესე ვერ დააშქერებს რომ მოდი უცა 15 წუთში ერთ კვირაში შენახა მოყავს რომ ყოფილი უნდა იყო ან მე რომ მინდა მადლი მაშინ უნდა მოვიდეს მე ახლა რიტუალით ნემის ყოფის დაძაბვით თუ ასე შემდეგ დავაჩქარებ და ამ მადლს არ ვიცი ეს დაითესა თუ რა ქნა მე უნდა ამ ერთ კვირაში 5 დღეში 10 დღეში უნდა ეს მადლი მოვიდეს და მე ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს არ გამოვა ეს აცად შენ როცა მზად ხარ აი მაშინ მოვა პერიოდი უნდა ვას ხო როცა სულს უფალს როცა ზეცას რო სულს ისნება სხვა ჩვენი ნება სხვა ჩვენი ნება თუ არ განიღბოთ დაცემული ჩვენი ნება უნდა განიღბოთ ჩვენი ნება გარდა იქნას ინტელექტი ნება შენაცნების ორგანოები და ყველაფერი სრულად მთელი პაკეტი ჩვენში რაც არის ეს ჩადებული ხატება ნელა და მსგავსებად უნდა იქცეს ღვთისა მართლისთან ამიტომ უფალეამ სამოს როცა ითესება უბრალოდ სიტყვა უნდა დავედოთ მას რომ იგი თანდათანობით დრო არის საჭირო რომ მომწიფდეს ეს როგორც მეტაფიზიკური მარცვალი რაღაც უხილავი მომწიფდეს და ნაყოფი გამოიყოს და გზა გაიქცეს თან კეთილი საქმეები უნდა აღასრულო და ილოცო ეზიარო უნდა აუცილებლად შეუნდო იმედი უნდა ამიტომ არის სათნოების სამი სარწმუნება გწავს ხომ ამას არ ვაკეთებ უცბად გწავს ვაკეთებ ამას აბა ისთვის აკეთებ მოგწავს და ჯერა თუ აბა რა გაშველებაში ქრისტეს წმენით გვიდგას სულ ამას ვაკეთებ გწავს იმედი გული არ უნდა დაიტეხო თუ არ გამოდის აცადო აი თუცა იმედი ხელს საკუთარი თავისი ნამდვილ წოდო არის ეს ერთი მხრივ თუცა ხელს ჩაიქნევს დეპრესიაში ჩავარდება სასწრაფოთილებაში სულის მედიცინალებაც არის ეს სასწრაფოთილებაში ჩავარდება ხელს ჩაიქნევს საკუთარ აპარტამენტიდანაც მოდის ეს აი მე როგორ არ გამომივიდა და რაღაც აცადო და გული არ უნდა დაიტეხო და ადრე თუ გვიან მიხვდები რომ უკვე ნელა რაღაცა შეიძლება არ ვიცი როგორ ყველა ადამიანს თავის სულში აქვს ეს ჩადებული ხდება რომ რაღაცა გზა გაიცნო რაცა უკეთესობა და ამას რეკლამა არ უნდა მე აფიშირება კიდე ამ ბერჯერ მithქვია რომ არ უნდა აფიშირება რაღაცა გამოდის ის კარგად წავიდა ეს საქმე გამოვიდა ეს და მე უკვე ხილულ თუ ხილავ ბრძოლები გეწყება და ის იბლოკება უკვე არ უნდა ამის აფიშირება
გამოდის თუ მოგლას შეიძლება უთხრა და ერთ ადამიანს რაღაცა ეშ რაც ეს კუჩბეში მოგლას უთხრა და აი ეს ამის ისა რეკლამა მაგრამ ამას რო ვერ გძნობდე არ შეიძლება ამას აუცილებლად იგზნობ რომ რაღაც დაიძრა ყინული გატყდა გალღვა გაიხსნა დაიწყო ცირკულირება დინარის წყალმა გაიხსნა ამას როგორ ვერ იგზნობ რაღაც ცხოვრებაში დაიწყო რაღაც კეთილი პროცესები გააცნობიერე მადლობა შეძლებთ მეც გააგრძელე ისევ სიყვარულში გაძლიერდა შენი ჯვარბირთულობა გააგრძელე არ ჩათვალო ეს რომ მე შენ რაღაცები არ გევალება და არ გააკი ისევ გააგრძელე შენი საქმე შენი ღვთის საცხოვრო ღვთის სული საცხოვრო და ღვთის საერთოდ ისევ და ისევ გააღვივე ის კეთილი მარცვლები შენ გააგრძელე მე თვა დათესა და გაზდის უფალო მე როგორ შემოდის რა შენ რო ლოცულობ შენ რო მადლობ ყველაფერთვის სიხარული შემოდის სიხარული და ნათელი შემოდის შენს გულში და გონებში ეს უკვე აშკარა შეგრძნება იმისა რომ კვიდრდება შენში სათა სასუფეველი ამოი გამოვიდა ნაყოფი იწყებს უკვე პირდაპირ შეიძლება ყვავილები და ის არ გამოვიდეს ნაყოფები ეგრევე ცხრა ნაყოფი მაგრამ თანდათან უკვე დაწყებულია პროცესები შეგრძნება ამის აშკარად არის გრძნობ რა თქმა უნდა ბრძოლებიც იქნება ახლავს ბრძოლები ამას ახლავს ბრძოლები ხილთუხილავი განწმენდელი ტკივილები ვითხოვდი კიდევ ახლავს რაღაცები კიდევ ყველა თავისი არის როგორ შეხედავს ყველა თავის ცხოვრებაში როგორ ვლინდება ეს და თანდათანობით აუცილებლად ეს შედეგს გამოიღებს სულ სხვანაირი გახდება შენი დამოკიდებულება ღვთისადმი სურვილი და წყურვილი გაგიჩნდება იმის რომ შეიმეცნო სახარება განმარტოების მიღებების საიქრო სურვილი გაგიჩნდება იმის რომ ღვთისმეტყველებაში ჩაღმავდეს სურვილი გაგიჩნდება რომ ადამიანებს გაურბო სურვილი და დიდი მწვავე შეგრძნება მოთხოვნილება გაგიჩნდება იმისა რომ სიკეთე აჭუქო აზრით სიტყვით თუ საქმით ეს შენი ფსიქიური ენერგია რაც მე თქვა მოგცა ეთილად გამოიყენო გასცე უანგარო სიყვარული გაიღიმო ეთილ განწყობა გამოამშალო და რა თქმა უნდა საკუთარი თავის ადგილს სურვილი გაგიჩნდება იმისა რომ საკუთარი თავი შეიცნო როგორც ნეტარი აგვისტინე ამბობს ხო და ახლა ესე მახსოვს მომენტი უფალო საშუალება რომ ჩემი თავი შევიცნო და დავინახო სუციდირებას ავრაგეთ რათა შენ შეგიცნო და გინახო შენ შეგიცნო იმიტომ რომ თუ შენ უფალს შეიცნო შენ საკუთარ თავსაც შეიცნო მასში და თუ შენ საკუთარ თავს შეიცნო უფალსაც შეიცნო რომ ყოველგან ყოფ არსებას ყოველგან არს ყოველსავე აღავსებს იგი ყოველგან არს ამიტომ ეს დიდი მისტიკაა, დიდი სულიერი კონტაქტია ღმერთთან, დიდი სულიერი ურთიერთობაა. ქრისტიანულ ცხოვრება ეს არის ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა. სულ ვესაუბრებთ უფალს, გულში, ლოცვით, სულ ვესაუბრებთ ჩვენ. სულ ტელეგრაფებით არის ცოტა ტექნიკური შედარება. უშავ ის აუცილებლად პასუხს გაძლევს გულს. ტელეფონი, ტელეგრაფი. უშავ აუცილებლად ის მოდრონ იქვე შეიძლება აცადოს და მოვიდეს. აცადოს პასუხი მოვიდეს. კიდევ მერე უშევ ლოცვას ხო მონოლოგი არა ღმერთთან ურთიერთობა ყოველთვის დიალოგია ის დათესილი რო არის იცის იმა ის ყოველთვის პასუხს გამოგიგზავნის ხო შენ როგორ გინდა ისეთი კი არა როგორც არის ისეთი უნდა მიიღო და რომ მოვა ის პასუხი აუცილებლად უნდა გაიგორო ეს პასუხი და ამასაც მიხვდე ამასაც მადლის მიღებასაც და პასუხის მიღების გაგებასაც კულტურა უნდა და ამასაც თავისი ის უნდა სულიერობა შეიძლება ზოგი იღებს პასუხს, იღებს მადლს და ვერ ხდება ეს პასუხი როა, ვერ ხდება იმასაც რომ ეს მადლი მიიღო და ვერ ხდება საერთოდ ესეთი რატო, სხვანაირი უნდა, ანუ ისეთი უნდა როგორც მას უნდა, ის პასუხი ის მას როგორც აწყობს, ისეთი უნდა, ან ის ისე არა, შე როგორ გაწყობს, ის რაც საჭიროა ის მოგეცა. ის უნდა მიიღო და არ იგონო სხვა რამე. პასუხი ზოგი სხვა რამე შეერება. ამიტომ მოვიდა, შენ ითხოვდი მას, რასაც ითხოვდი, რასაც ამიტომ სურვილებს სიფრთხილეა საჭირო და ღვთისადმი სული საცხოვრებლად უნდა ისურვო. ხო? ეძიება სასწაულსაც ათასას სიმართლეც ამისა. ისეთ რაღაცას ეძიება ზოგი და ითხოვს. რომ პედაგოგიურად მე რაღაცა პედაგოგიურ მიღებას აქვს ადგილი ხო მიიღებს ისეთ რაღაცა და მე ხვდება რომ რა იყო მისთვის ეს. ზოგიერთ გვიან არის. ამიტომ ისეთ რამე უნდა ეთხოვო რომ
აუცილებლად მოვა ეს სრულება იცის ასრულება. თუმცა ყველაფერი ყველას ეს ნუ გეშინია, ყველაფერი იცის, სანამ მიტყვი, მანამ იცის. მე აკვიატებული ხა დიდი სხვა თემა, აკვიატებული თხოვნები არ გინდა, აკვიატებული რაღაცა ესეთი შენი სულიერების პროპორციულად უნდა შეეცადო. მოხსენიებებიც კარგია, მაგრამ ზოგი ისეთ რაღაცებს, ისეთ ვიღაცებს იხსენიებს, ისეთ ყველა უნდა მოიხსენიო, ყველას შეუნდა და გზა გადასახო ჯვარი, მაგრამ ისეთი ზოგჯერ ისეთი თვეთი არ უნდა დაიგო, არავის ზოგზე მოკიდება არ არის საჭირო. ჯერ შენ უნდა განიყურნე შენი თავი. ზოგზე მოკიდება არ გინდა, თორე ორივე ზევით მიდიხარ, ხო? იმასაც გადააგდო, შენს გადავარდება. არავის თევა არ არის საჭირო. მოიხსენიე, ხელი შეუწყო, გაუწოდე ხელი, ეხმარე, მიმართულება მიეცი, მაგრამ არ არის საჭირო არავისთვის ზედმეტად ბალასტივით რაღაცა ატარო. თან უპასუხო თუ არის. უპასუხო და მე ის ესეთი ზოგჯერ შემთხვევა ხოლმე უმადლოც არის, რომ მადლიერების ზოგადად არ აქვს ესეთ ადამიანებს ზოგჯერ. მადლიერების ზოგადად არ აქვს. შენ კი არ დაგითხრა მადლობას ეცას უთხრა, უფალს უთხრას მადლობა. უფალს უთხრას მადლობა და ის შენთვისაც მადლობა იქნება. ამიტომ ესე ჭკვიან უნდა ბრძოლად უნდა მოიქცე. კურთხევით რა თქმა უნდა, ლოცვით წინ საფალა უცნაურად. როდის გაიხსნება გზა გახსნილია, არავისაც ვინ ჩაკეტა და გზა. ის საიდუმლოს მოსაწყობებელი გზა, სასწაულისა, ვინ ჩაკეტა. ცოდვისა, წყევლისა, სიფლისა, ქრისტემ გვიხსნა და პირიქით ჩაკეტილი გახსნა. და განათავისუფლა ყველა ადამიანი და რა ზიანი ლაპარაკი. ჩვენ თვითონ ვიკეთებ გზა, ჩვენ თვითონ ვიშლით ჩვენ თავს ხელს და ღია კარებში თავის ვიმკრობთ ხოლმე. ამიტომ შეუნდოთ გავაგზავნოთ ეს შვენიერი პროცესი, რომელიც ღმერთმა ძალიან საინტერესო პროცესი არის ეს მადლის აღმოცენება ადამიანს ძალიან საინტერესო პროცესი. და დავაკვირდეთ, ზოგიერთ ჩვენ თავისადმი დამკვირვებლები ჩვენ თავზეც უნდა ვიყოთ. თითქოს ჩვენ თავს გარედანაც უნდა შევხედოთ. მოვლენებში როცა ხარ შიგნით მოვლენების ციკლონში შიგნის ვერ ხვდები რა ხდება, ობიექტური ვერ ხარ. როცა გადის მოვლენა და შემდეგ ვერ ნახედავ, უფრო ობიექტური ხარ. და დავაცავ და მე რა ხვდებით რა სად არის და რა რისთვის იყო. შვიდად წნარად. სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ძალიან ძნელია, მით უმეტეს დღეს ამ პოსტებში და სივრცეში. ყველა ნერვებზეა. იმიტომ არის ესე რომ არასდროს იყენებენ თავის ნერვებს. ფასეულებები აირია. რა თქმა უნდა და ამიტომ ვეცადოთ რომ შვიდად წნარად გახსოვთ თქვენ აი რამდენი იგავიც არის, რამდენი შემთხვევებია, სადაც ცდილობენ გამოყვანას ხო ადამიანის სონასწორად, მაგრამ არის ძალიან შვიდად აგზელებს თავის ქრისტიანულ საქმეს. ეს დიდი უნარჩვევაა და სულიერობას სიმწიფეს მოასწავებს. სიმშვიდის დაცვა, თვითკონტროლი დიდ სულიერ შინაგან სიმწიფეს ნიშნავს. შენ რო გონია რომ ადამიანი მკუხეა, ის შეიძლება ესეთი მწიფე იყოს, რომ გაგიკვირდება. ამიტომ ადამიანი არც უნდა შეაფასოს, არ ჩასაცმელით, არც ქონებით, იცით ეს, არც თანამდებობით და არც შემდგომ. ადამიანის შინაგანი სიმწიფე უნდა დაინახო, მაგრამ ამასაც თავისი ჭრედელობის უნარჩვება უნდა, რაც მოდის დიდი სულიერი პრაქტიკის შედეგად, ლოცვით, შენდობით, თვითშაღრმავებით, ქრისტესთან ერთად ყოფნით და შემდეგ ყველაფერი ნეერნერ და წვალებით მოდის, ტანგვით მოდის, ბევრი მწარე გამოცდილებით მოდის, მაგრამ ეს მწარე და თბილი ერთმანეთში ირევა მერე და ერთ გამოცდილებად იქცევანი, პლუსი და მინუსი ზოგჯერ გონია რომ ეს სხვადასხვა ის ცუდია, ეს კარგია, ის იყო, ეს გადახედე და მე ნახავ ცუდი და კარგი რა არის. ზოგჯერ გავს ერთმანეთს ცუდი და კარგი. მტერი და მოყვარეც გავს ერთმანეთს, ზოგჯერ და გვერევა ერთმანეთში ხოლმე. მერე ვიგებ, ვინ იყო მტერი, ვინ იყო მოყვარე. ყველა მასწავლებელი გამოდის ჯამში. ღვთისაგან მოვლენილი. აქაც დიდი სულიერობაა საჭირო, რომ ეს მიიღო და შეიქმნო და გააცნობიერო. შემდეგ ეს ყველაფერი დიდ ქურაში უნდა გადაადგო შენ სინანულისა და გამოცდილების ქურაში და გამოვა ბაჯაღლო გამოცდილება ოქროს. სულიერი ბაჯაღლო გამოცდილება. აი მე ეს რო გაქვს ეს უნიკალური უკვე რო გაქვს საოცარი უნიკალური სულიერი ოქრო, სულიერი სიმდიდრე ეს რო გაქვს, აი მე უკვე ყველაფერი სხვანაირად ჩანს და ყველაფერი
რომ სხვანაირია და უკვე სწორად და მართლად აზროვნებ, მეტყველებ და ქმედებ. რასაც ყველას გისურვებ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარული ყოველთა თან. ამინ.